დავიწყეთ არაბიზაციის წინამდე ბრძოლა. ჩვენ დავიწყეთ, ხო ახლა მას ხელ შემოგვედებებიან რამდენადაც და ჩვენ არ ვივართ ყველა არაბულ დასახლებაში, ქალაქში, სოფელში, რომლითაც უნდა ივანიშვილმა რომ გადაგვარჩენოს და მილიარდები იშოვოს და ჩვენ მივმართავთ არაბული ქვეყნის ხელმძღვანელებს, რომ შეწყვიტონ საქართველოს ხალიფიზაცია, რადგანაც რეჟიმი არის არალეგიტიმური და მის მიერ დადებული კონტრაქტები და გარიგებები, მათ შორის მიწების გაყიდვაზე და არაბული ქალაქების აშენებაზე არის არამართლზომიერი საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო და რეჟიმი როგორც კი შეიცვლება, ყველა ეს კონტრაქტი გაუქმდება, არბიტრაჟის საქმეს ვერ მოიგებენ, იმიტომ რომ ივანიშვილის სისტემა არ არის აღიარებული ლეგიტიმურად, ამიტომ ექნებათ ხარჯი და ბარჯი და უბედურება და ამის თაობაზე ვაფრთხილებთ, ხო? აი ასევე მოხდა და ეხლა ისე ყვირიანებს ზოგიერთი ოპოზიციონერები ამ არაბიზაციის წინამდე, გარეთ თან გვიხარია ჩვენ რომ მეტი ძალა ერთობა ამ პროცესში და ეს საერთო-ეროვნული საკითხია. გადაშენება უნდათ ქართული ძირის და ფესვის და ადრევე უნდა მოიღოთ ხმა. აი გვიან რო იღებენ ხმას, ეს არის საკრული და უფრო მეტიც. ეხლა მე ახლა არ მაქვს რაიმე მიზანი რომ მეტი უხერხულობა ვინმე შეუქმნა, მაგრამ ხაზარაძე ყურის ყველაზე მეც ახლა არაბული ქალაქების წინააღმდეგ და კი ბატონო მივესალმებით, მაგრამ თვითონ რომელმაც არაბების ხელში გადაიტანა ვაკე საბურთალოს გზაზე, აი სამხედრო ოლქის უზარმაზარი ტერიტორია და დღეს იქ არაბული ქალაქი შენდება. ბატონო მამუკა, როგორ მოხდა თქვენი ტერიტორია არაბების ხელში, რომელსაც დღეს აშენებს რუსი ოლიგარქი, არა გარეთ ხوارე არ დაუჭერეთ ჯერ. რუსი ოლიგარქი და ლუკაშენკოსთან დაახლოებული არაბული მაფიის წარმომადგენლები. აგერ აქ ჩამოსახლდება ერთი 200,000 კაცი ვაკო საბურთალოს შუაგულში და შეიძლება მოგონება დაგვრჩეს თბილისის ქართული ფესვები უახლოეს წლებში იმ დემოგრაფიის ფონზე, რაც ჩვენ გვჭირს შობადობის კატასტროფული შემცირება და თვითონ არაბს ხავს 18 ცოლი, 73 შვილი და 180 შვილი და იმათ რომ მიეცემათ ბინადრობის უფლება აქვს, მე უფლება აქვს თელ თავის ოჯახი ჩამოიყვანონ, ეგ არის საერთაშორისო სამართლებრივი წესი.